Სასტუმრო რედისონში საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრეს კონფერენციაზე განიხილეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მათი განხორციელების გზები, ასევე კონფერენციაზე საუბარი შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ წინადადებებს. კონფერენციაში მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Სამწუხაროდ საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ინფრასტრუქტურა საქართველოს ჯერ კიდევ გასამართია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ამბობს ხოლმე, რომ იყო ნაბიჯები წინ და ძალიან დელიკატურად მიგვითითებენ იმაზე, რომ არის ნაბიჯები უკან და არის ნაბიჯები, რომელიც 10 წლეულები არ გადადგმულა სწორი მიმართულებით. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოვლენილი წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობა, აბსოლუტური უმრავლესობა ამ რეკომენდაციების გავითვალისწინეთ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დასკვნაც ამ მონიტორინგის მისიების, რომლებიც ცალსახადს ადასტურებენ, რომ ეს არჩევნები იყო მართლა სამაგალითო ევროპული სტანდარტის შესაბამისი. ჩვენ ხარს უჭერთ ამ პროცესის საჯაროებას, გამჭვირვალეობას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას და ამასთან ერთად ჩვენ გამოვთქვით ღრმა შეშფოთება გუშინდელი მოვლენისთან დაკავშირებით, როცა აჭარის ხელისუფლება საბჭომ მიიღო დაჩქარებული წესით ყოველად გაუგებარი მოტივაციით ცვლილებები, რის შედეგადაც უსკოს ყველა წევრი იქნება დათხოვნილი და მოხდება მათი ხელახალი დანიშვნა.